ნახავთ ჩვენს დღევანდელ ვიდეოში ორი გოგოს ვლოგს, ველოტურს, მარათონს და თავგადასავლებს. ხვალ მე და ჩემი ძვირფასი მეგობარი ჩიტო მივდივართ რაჭაში. რაჭაში 30 არის ველო მარათონი, რომლის მონაწილეებიც ვართ. ჩვენ გადავწყვეტ, რომ ეს მარათონი გაგვეხმაროთ და საინტერესო, ამიტომ ვაკეთებთ პატარა ტურს. რაჭაში ავდივართ ველოსიპედით და რაჭიდანაც ჩამოვიდივართ ველოსიპედით. მე თბილისიდან გამოვყვები გზას ქუთაისამდე მატარებლით, ჩიტო კი ქობულეთიდან. ჩვენ შევხვდებით ერთად ქუთაისში, ქუთაისიდან კი დავიძრებით ამბროლაურის მიმართულებით. კომენტარებში დამწერეთ თქვენი აზრით, რომელი გზით ვაპირებთ, რომ მოხვდეთ ამბროლაურში. ველოსიპედის ადარი მივძებ მატარებლისგან და ქუთაისში დავშევდე ჩიტოს. ჩიტო. იუჰუ! სივი ყავანაყინის დროა. რაღაცნაირი ამახელებელია. რაღაცა შურიც როა და თა შეჯიბრის და თა რაღაცა ორდღე თავკრელა გზაზე. სა, დღეს და გავიარეთ 100 კილომეტრამდე, ანუ 18 ხო, აი, ზაბერი. და მე ხვალად შეჯიბრის მერე ჩამოვალთ ზესტაფონში, ოღონდ ეს ძალიან ლამაზი წრიული გზა გამოგვივა რა. ძალიან ეს ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი ესაა. ესეც ასე. გამოვიდით ხიდზე. მე ხალხო, ვიყავით ხატისკენ გზაზე. თუ, ჯეკინე ქუთაისში. აყანამდე დაგჭა 50 კილომეტრი. არაფერია რა, ვიქრობთ. საშუალო ძალიან კარგი გზა. ცირე აღმართებით შესწავლით. აი აღმართი ამოვიარეთ. კიდე ცოტა დაგვრჩა და მე დავაშვება. მე დაშვება. საშიშხები არის. გავიარეთ 28 კილომეტრი. დაგვრჩა კიდე ორჯერ 38. ძალიან საყვარელ სოფელში ვარ. თუმცა ცოტა დაუსახლებელია, ანუ ჩვენი სახლებია იტოვებული. სებრიანი, რომ ულამაზესი სოფელია. ულამაზესი გზი. სნეკების ძროა. ჩიტ მობილიზებულია ძალიან ჯანსაღი სნეკები. აქ ფინიკია, ბანანი. მაგრამ ახლა ფინიკები არ ხელავად. ბიჭო, მართლა ძალიან დიდია. ძალიან დიდია. აკრები ვარ რა. აუცილებლად ლამაზი ადგილი, აი საუთ არ ველო. ლამაზესი ხეობა. აი გემრიელი აღმართები ამოვიარეთ. ეს 60 კილომეტრზე ვართ. ლაპარაკში. ალპანაში სამოვიდით ვერც გავიქით. ანუ ალპანაში ვართ. მე მგონია რომ დამრჩა რა ვიცი. ყველა კილომეტრი ყველა მეტი და გავიარეთ. კარგია. დაგჭა 37 ალბათ ან 36. კარგია. აი, კარგად მოდივართ რა. კი. სასიამოვნოა. შვიდად წყნარად არც ვჩქარავთ ისე. ზე კიდევ არის. მაგრამ ისე აღარ წვალს ეს. კი. სასიამოვნოა უკვე. ისიც იგრძნობა რომ შემოდგომის გზია, მოიცა მანქანა მოდის. ძალიან მალე შევუერთდებით მთავარ გზას. რაც ცაგერიდან აწევს. რა ლამაზად გამოიყურება ჩვენი ველოსიპედი. ჩვენ წუთ შესვენება გვაქვს. აღმართები რა თქმა უნდა ისევ გვაქვს. ცა უკაზე რაც ჩანს ეს არის აი ბოლო აღმართები რა.
ეს გოროდი ბოლო აღმართები და მე აღმართ ნელა მივალთ უკვე ამბროლაურში. თითქოს 6 საათია, დაგვრჩა 30 კილომეტრზე ნაკლები. რა მაგარი ხედი გვაქვს, ნახეთ. ძალიან ლამაზი ხედი გვაქვს. ჭიტუნა, დაკორაღა ჭიტუნა. დავიღალე. მაგრამ მიხარია რომ ეს ბოლო ღმერთი იყო. აი ცოტა სამი მე აღარ არის. ლამაზია. ეს ძალიან ლამაზი მონაკვეთია. ესე იგი, ხა გვაქვს წუთი შესვენება. დავდოთ კოკა-კოლას, წყალს ავავსებთ და დავიშურებთ. რებალოში ვყოფილვართ. ნუ არ ვიცი რატო ჭრებალოში არის ფარას კიდე რაღაცეები. არ არის ცენტრი. ამბროლაურამდე დარჩა სადღაც დავინახე 16 კილომეტრი. ისე ლამაზად ჩადის ზერაჭაში. ცოტა დარჩა. მართალია. უნდების საჭმულოდან შემაწუხა ხე რო არა მე. არა მუდლე. გაივლის ცოტა იაროა და მეძიერად მიდივარ. ხო, მართლა გემოფესტი არის და არ ვიცი ხმა თუ ისის, მაგრამ მანდაც შევივლით. გაიღვინო ხვანჭკა რა ხوار გესიამონები. უკან ლამაზი ხედები გვაქვს. ჩვენ წინ არაფერი ხდება, მაგრამ უკან ლამაზი მზის ჩასვლა და ეს მზის ჩასვლის ფერები ძალიან უხდება აბსოლუტურად. ვარდისფერი, სტაფილოსფერი, ლურჯი. შიგაბესული. 10 კილომეტრზე ნაკლები დაგვრჩა ამბროლაურამდე. დავამაგრეთ ციმციმები ესე. აბარა ესეც აქაც ჩავთოთ. და გავუყობით გზას. 4 კილომეტრი დაგვრჩა ამბროლაურამდე. 4 კილომეტრთან მე 5 დავი. აბარა, არაფერი გემრიელად შეჭამ. გაჭარი უამაზესი. მე რამდენი გონახი. ეს არის ამბროლაურის აეროპორტი. ამბროლაურში ვართ. ასაკი 9 საათი წუთია და ჩვენ მე ამბროლაურში ვართ. ჩიტა რა გარახარ? მომახიანად უნდა გეთქვა. რაჭამ ესეთი უამაზესი მზის ჩასვლა დაგვახვედრა. ძმაო, ამბროლაურშია გულაობა თუ არა? აი სტილის. მოვიდა ესეთი როკეტები უნდა შევჭამოთ მე და ჩიდო. ირაკლი სნის ლუქს. ჩვენი რუბრიკა რა არ უნდა ქნა შეჯიბრის წინ გრძელდება. ამჯერად ლუდით. ხანჭკარას ველოდები. შეჯიბრის წინ აუცილებლად უნდა გაიარო 100 კილომეტრი. გაიღალო სიცხეში, ბევრი არ ჭამო. ძალიან ლუდი. რავი, რაღაც დავჭა. Cheers. გაგიმარჯოს. შემდეგი ჭამა ესეთი ჭადი. გემრიელი ხანჭკაში რა არის? ლობიო. ვაუ, ზემოდან ლორი რაჭო. დაგლილი ვარ. რა? ამერიკოს ველოზე ვამაგრებდი. სამაქს განათებისას. მივიწევს წესისკენ, ჩიტოს მეგობართან. მაგარ ტურისტულ ადგილას ვართ, ნახეთ როგორი განათებულია ეს კლდეები. იტო. ჩარტყი. ჩვენ შევძებთ. ლამშვიდობისა. ჩიტოს მეგობართან ძალიან კარგად დავისვენეთ, ენერგიები აღვიდგინეთ და ეხლა მივიწევთ სტარტისკენ. ეს არის სარეგისტრაციო
არაჯანსაღ ცხოვრებას მოყვები. სცენარებში მხოლოდ ეს გოგო გამოდის. გული კი მწყლება რომ ვერ გამოდივარ 300-ზე, მაგრამ და ორი მოყვარული. თედო მე შესკენ ვარ. თვითონ რას გიზნო? არაფერს ისე მშვიდად არც შეიძლება ჩაფხობ. ცოტა შევეზარცი. ხედავთ და უყურეთ მანქანას რომ იქნებ უნდა წაგვიყვანოს ნიკორ წმინდაში, აგვიყვანოს. აი ნახე იქ პროექტს დავიმენახე და იმ კაცო. სათხრო პატარა არის. აი ჯიპი როა? გადავიდა და აი კემზდებიან ბავშვები. 10 კილომეტრზე გაიარონ ბავშვი. 53 იღებს. აი მე ძალიან საყვარელი პაწაწები გამოდიან. ჩვენს წინ სომეხი წარმომადგენლები არიან. მაგარი კარგი ველოსიპედებით. ავთო. ხელაო. წელსაც უნდა მოიგო? გულს შემატკირო ფიცოდი. ეხლა მიმდინარეობს მონაწილეების გამოცხადება სტარტის ხაზზე. ირაკლი მზად ხარ? კი. Yarın Paris Aslan olsun. რამე ზარზე იმით მაინც გავეშვით რა. აი ესეთი ნიშნებია 5 კილომეტრი. სალამი. კაია. ყაჩა. თითქმის 10 კილომეტრთან მივედით ახლოს ვართ. ესაც ჩვენი 10 კილომეტრი. შეჯიბდა ესე რომ შედები. აი დავიეთ. აი. ვიდი. ესეც ამი გოგოა. ახლა საყარე. ეხლა ცოტას უფრო მეტად ავუჩქარებ და დავცხებთ. ჩიტო. დავიწყოთ. დავადი. აიცა. 3 2 1 დავიდა. Kills power. შემოსაწყენია. ვარა. მოსაწყენი. ფინიშ. აჩა. ჩიტო. საფურებული კოკა-კოლა. ძალიან დაძაბული მომენტებია, ბოლო მოსახვევში არიან და თვარსები 4-5 კაცი არის. წინ ფირანიშვილები არიან. ერთი ვიცი ნავასაბია. ვაუ, ჩემი. Тиоца, бичо. Види. ბიჭო, ატრებში წავედი გამომყვა და ცეპმა დაღუნა ბუნდო. 60 კილომეტრზე იარ. What's your name? სვეტლანა. Congratulations. ძალიან ყოჩაღია 60-ზე მხოლოდ ერთი გოგო იყო. ხარღადა მაგარი გოგო. ვაკლი ხარ რა.
ჩამოვედით. ჩიტო რა მოწყენილად ეს ნახე, წაიღო. ჩიტო. ჩამოვედით. მოვიგეთ. მივდივართ. მოიცა ჯერ არ მივდივართ, ჯერ რაჭული ლობიანი უნდა ვჭამოთ და მე აპარა. ამაუპირველეს ხარს. მაგრამ ჩვენი წახის გეგმები შეიცვალა. მანქანის ძალიან მან დავიღალე. თუ ვერ არ მიცხრება. მე მაგრა დავიღალე. დავიღალე მეც. და ჩავდივართ დასაქმამდე მანქანის და მე მატარებთ. სადაც ფერი აღარ მაქვს ისაში. ძალიან ხშირი. ძალიან და რაჭული ლობიანი შევკვეთეთ რაჭი. ძალიან კაი სუნი. ამის გარეშე ვერ წავიდოდით და აუ სამაფას მოვიდა. ცოტა გული მისკდება და მიგუდება, მაგრამ რა გავაკეთო. ჩამოვედით. ესენი დაუკასმოთ ჩვენი ველოსიპედები. აქ არის სადგური და წავედით. შიდო და ზესტაფონი. ჩვენი ტური შეჯიბრი დასასრულს მივახლოვდა. ძალიან გაყოფილები ვართ. მატარებელსაც მოვუსწარით, 7 წინარად. არაფერი ჩებე, ესე რომ ვთქვათ, არ ქონია. შემთხვევა, მართალია, ყველაფერი წნარად დავაფინიშეთ, გადასარევად, ძალიან გაყოფილები ვართ. რაჭა ვნახეთ უფრო კარგად, ეს მაგი ამ ძალიან ძორი ისეთი სოფელი გავიარეთ, რადგან საერთოდ არც კი უსმენოდა. საირმის სვეტები ნახეთ და ესეთ რაღაცეები რა. ხვანჭკარაში გავიარეთ, სოფელ ხვანჭკარაში და ძალიან ისე ხო რა ქვეშ თამბეჭ დავიყო ჩემთვის ამ ვენახების ნახვა. აუ ძალიან თან ზის ჩასვლის დროს, აი ძალიან ლამაზი იყო, მართლა იტალიური ფილმებში რო არის ხოლმე ეს ვენახები, აი ეგეთი იყო თითქმის რა, ეს თებლა შეფენილი. კიდე გუშინ გემოფესეს რო ვიყავით, ეგეც ძალიან კარგი იყო, კარგი მუსიკა იყო და რაღაცა ბევრი ხალხი იყო თან და გავოცდით. საკმაოდ ანუ არ ველოდით რა ამბროლაურის ზოგადად რაჭაში თმამდენია და ამბროლაურს კი არა რაჭაში თმამდენია ადამიანი იყო ერთად არ მეგონა და პლუს მადლობა კიდევ ერთხელ ქეთის, იმიტომ რომ აი ქეთი რო არა ეხლა უფრო მკვიდრები ვიქნებოდით. დაგვასვენა, დაგვაბურა, მოგვიარა, რა ვიცი, აი ძალიან დადებითი გულშემატკივრა ქეთი და კი. სამბოლოდ კარგი იყო რა და საერთოდ ეს ვფიქრობ, რომ ბიჭები ვაფშე აღარ გჭირდება რა, ტურებში აღარ წავიყვანოთ ხოლმე თქვი. არ ხარ გადაგვევტარებია. ხალხის მხრიდანაც ახლა თითქმის ყველას უცხოელი ვეკონეთ, მაგრამ აი ძალიან დადებითი განწყობა არანაირი ნეგატივის არ გვაქვს. პირიქით ყველა რამოდენიმე ადამიანმა დავპატიჟა რომ მობრძანით გვესტუმრეთ, გაგვიხარდება ეს რა. და ყველა ხანჭკარა ის ტვიში ტვიში ჩვენ ჩასასვლელები ვართ. კი ჩასასვლელები. ყოჩაბები ვართ. ეგ გამოგდა. მადლობა. იმედი ისია მომენტ. მადლობა შენ ჩიტო. რომ იდეალური მეგზურობა გამიციეთ და მართლა რა აი იდეალური გოგო ვიპოვე რა. ეს იდეალური გოგო ვიპოვე, აი ისეთი კომფორტული რომ რაღაცნაირია რა, წლების განმავლობაში დაგვიკროდა რაღაცა სხვანაირი გამოცდილება და რო იცნებ ადამიანი. გენდობით ერთმანეთს უკვე რა და ვიცით რომ რაც უნდა გაგვიჭირდეს თუ გვიხინდეს, ძალიან მაგრად ჩავატარებთ ტურს თუ ტალხებშიც ვიხავთ ერთად და ასე შემდეგ. მეორე რამე, უკვე საქმესად მეორე რამე გადავიტანეთ იმისთვის რა შემდგომში ეს ერთად ვიაროს და მადლობა შენ. მადლობა შენ. მადლობა ყველას. წავედით. ბაი ბაი. კარგად. შემდეგ შეხვედრებთ.